გამომყევით 3 დღე ერთად ვიმოგზაუროთ სვანეთში. გზაში მოვინახულეთ ჩანჩქერი და ენგურის ხეობის ულამაზესი ხედები. მე და დედაჩემი სვანეთში ვიყავით ტურით. დაახლოებით თბილისიდან უნდა გვემგზავრა 9 საათი, მაგრამ ჩვენ სამტრედიაში ვიყავით, ამიტომ აქედან შევუერთდით ჯგუფს. და ამ 3 დღის განმავლობაში სვანური კოშკები გვიმშვენებდნენ გზას. სვანეთში ჩამოსვლის შემდეგ მესტიაში დავბინავდით და მოვინახულეთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო და თუ ახლოდან გინდათ რომ გაიცნოთ სვანური კულტურა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ მუზეუმს. ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ. შემდეგ ავედით მესტიის საგათედრო ტაძარში, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. თავად ტაძარი ბევრ წელს არ იცვლის, არის აშენებული 2012 წელს. თუმცა ხედი ნამდვილად ულამაზესია. სამახსოვროდ სამაჯური შევიძინე. შემდეგ წავედით ბეთქილის მშავე წყლების დასაგემოვნებლად. თუ ბორჯომი გიყვართ, ესეც მოგეწონებათ. აქ უკვე ქალაქის დათვალიერებაზე გადავედით, რესტორანში შევედით და ვჭამეთ, მე აჭარულს გეახელით. მე და ხათუ ვართ ახლა სვანეთში და ხათუ უთხარი ხალხს რამე. ხო, მე სამეჯერა სვანეთში და აი ეხლაც იგივე შეგრძნება მაქვს, რაც პირველ ჯერს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. რაღაცა მისტერი სილამაზე აქვს სვანეთს და მისი გლობა აქ და არიცი კიდე ბორჯო ჩამოვიდოდი. ლამაზი ბაღი ქონდა ჩვენ სასტუმროს. მეორე დილას რატომღაც გიდმა ჩათვალა რომ მთელი 19 კაცი ვეძებდით სიყვარულს, ამიტომ წაგვიყვანა სიყვარულის კოშკზე, საიდანაც გადმოვიხედა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჯერ არაფერი. ხუმრობა იქით იყოს და მართლა ძალიან საინტერესო იყო და არასოდეს არ დამოიწყდება ის ემოცია, რომ მე იქ ვიყავი, სვანურ კოშკში. საყვარელი ბებო ორ ლარატყით და სვანურ კოშკებს და ერთი ბუთქუჩა მე შევიძინე. შემდეგ გავეშურეთ უშგულში, სადაც ალბათ ყველაზე მეტი სვანური კოშკი ვნახე მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე. ვესტუმრეთ მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარს ლამარიას. შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ სოფელში ჩავსულიყავით სასადილოდ, აქ ცხენებით შეგხვდა და მე გადავწყვიტე სვანური ქუდიც მეყიდა. დამიწერეთ კომენტარებში თუ მიხდება. ეხლა ვართ უშგულში, კაფენგურში და მე ვნახე რა თქმა უნდა წაბოსაწოლი და ეგრევე დავწექი თამაკზე. აქ იყო ლამაზი სივრცე, სადაც მოგვიანებით გადავიღეთ ფოტოები. სანამ ამ ვიდეოში ღმერთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდები, მაგამდე გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. და აი ესეც წმინდა კვირიკეს და ივლიტეს სალოცველამდე ასასვლელი გზა, რომელიც ბოლომდე არ გადამიღია, იმიტომ რომ ერთი ფეხი რომ ჩავცდელოდა ხალხმა შუა გზაში, გადავიჩეხებოდი სადღაც. ეს იმიტომ რომ ეს მე-10 საუკუნის ულამაზესი სალოცავი ზღვის დონიდან იყო 1870 მეტრზე. მაგრამ შესაძლოა სანამ თავად არ გამოწვდით, მაქამდე არც დაიჯეროთ. დაღლილები დავბრუნდით სასტუმროში, აქ ცოტა გაგვიწვიმდა, მაგრამ მაინც წავედით ხეშკილის ქოხებზე და ხალხმა ქოხების რა გითხრათ, მაგრამ საქანელად ნამდვილად მომეწონა და კიდევ ძალიან ბევრს ვიქანავებდი, რომ არა იმხელა რიგი, თუმცა ფოტოები მეც ძალიან კარგი გამომივიდა და სხვებსაც. მე და დედა დავბრუნდით ქალაქში და ერთ-ერთ რესტორანში მივირთვით კუბდარი. ეს უკვე არის მომდევნო დილა. აქაც არანაკლებ ექსტრემალური გზა იყო, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ ეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად ავედით მთის წვერზე. ვისაც მთა გიყვართ, თქვენთვის იქნება ეს უდიდესი სიამოვნება დამერწმუნეთ. და მერე რომ გავიაზრე, ალბათ ამ ადგილას ყოფნისას პირველად ჩავისუნთქე ნამდვილად სუფთა-ჰაერი ცხოვრებაში. აქ უშბაც დავინახეთ, თუმცა უშბას უფრო მოგვიანებით კარგად გაჩვენებთ. აქ უკვე ამოვედით ქორულდის ტბებზე ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. თვითონ ტბები არა, მაგრამ ხედები არის აქ ულამაზესი და უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ მერწმუნეთ. უკვე მეორეჯერ ვიგრძენი ღმერთთან სიახლოვე, ასე რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ესეც ჩვენი უშბა. შემდეგ უკვე საბაგიროთი ავედით კურორტ-ხაწვალზე ზღვის დონიდან 2358 მეტრზე. აქ მივირთვით, ფოტოები გადავიღეთ და მე პირველად დილოსანიც გავხდი როგორც ხედავთ. შემდეგ წავედით მე-16 საუკუნის ლატალის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში. უკანა გზაზე ენგურჰესზეც გამოვიარეთ და ვუყურეთ პატარა ვიდეორგოლს ამ დიდი პროექტის შესახებ. სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ასევე აქვე ჰქონდათ პატარა საგამოფენო სივრცე, სადაც უნიჭიერესი ხელოვანის ქეთი მელქაძის ნამუშევრები არის და თუ მოხვდებით ოდესმე აქ აუცილებლად დაათვალიერეთ. აქ მთავრდება ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან ემოციური მოგზაურობა სვანეთში. ამ დროის განმავლობაში გავიცანი ახალი ადამიანები, ახალი ადგილები და საკუთარი თავი მთაში. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო სვანეთში მოგზაურობა და ეს სურვილი ახდა.